ამორტიზებული ჭერი, ჩამონგრეული კედლები და კარები, გამოუსადეგარი სარეცხის მანქანა, პატარა ფიცრული, რომელიც საფირფარეშოს ფუნქციას ასრულებს და ორი პატარა საცხოვრებელი ოთახი. სწორედ ასეთ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება ნუცუბიძეების ოჯახს. ამ ერთ პატარა ოთახში 12 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 9 ბავშვია. ყველაზე პატარა 4 წლის ელენია. არც საჭმლის ფული აქვს და არც გათბობის. წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდის. სასმელ წყალს კი მეზობლის ეზოდან ეზიდებიან. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარება და პენსიაა, რაც თვიდან თვემდე თავის გასატანად ძლივს ყოფნით. უკვე ეგია ჩვენი. მოიქი გამოსახში ჩამოიგვიდეს წვიმა და გვისხრა ათასჯერ გვისხრა. გეგეხმარებით, ვინ გეხმარა, არაკაცები გეხმარება. ქემარტასი გადაღლები. შეშად ჩვენ არა გვაქვს ცოტა, საცხად დადიენ ბაღნები და მოაყვება ისევ ანთებს. გაჩვენეს მაგეთეს პენსიას საჭმელს. ქონე შემოსავალი რა არის? პენსია. მეტი არა. ას უნდა გავასწროს პენსია. 12 ვარ სახში ას უნდა გავასწროს პენსია. სახლი ხო მეტი პრობლემა მეტი არაფერი არ გვაქვს და შეშას გაჭირებთ ნახულევთ აგერ მოჭადა რამე არ შეიძლება გზალული არის. ხმელი მგესმაშობით ნახულევთ აგერ ეზოში დანგეში. ბავშვები სიტყვა კონდეს და საგოუკეთ. ეხლა ცივა ამ წუთს. კი, ახლა ეს ბეტონი არის და ამიტომ სიცივე და ეს. ეს ღომერი რატო არ გიგიეთ ახლა? შეშა არა გვაქვს ამიტომ. ქვემო მაღლაკში მდებარე ეს პატარა სახლი ორი ოჯახის საზიაროა. ნუცუბიძეებთან მათი ნათესავები არიან შეკედლებული. ისინი ამ ერთ პატარა ფიცრულში გაჭირვება მიიყვანა. სახლი დაეწვათ და უკვე წლებია ამ ორ ოთახს იზიარებენ. 3 წლის ვიყავი აქ რომ მოვედი, ბებიასთან შევიფარე და ის გვარჩენსა. არ მახსოვს აქ როგორ გადმოვედი და რაღაცა. ყველა აქ ვართ, რა 4 დედმამიშვილი ვარ და დედიანად. კი, ოშკოჩი ვცხოვრობდი. ნუცუბიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. პატარა ელენე კი თავის სურვილს გვიმხელს. ელენე, რა გინდა ეხა თოლის ბაბუამ საახალწლოდ რომ გიტანეს? ნაცხვარი. ნაცხვარი გიტანეს. კიდე რა გინდა მითხარი? თორშინი.